28 ნოემბრიდან დღემდე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირებს საპოლიციო ძალების მიერ უკანონოდ ჩამორთმეულ პირად ნივთებს ამ დრომდე არ უბრუნებენ. სამართლებრივი დახმარების ქსელში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, მშვიდობიანი პროტესტის დროს დაკავებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩამოართვეს ტელეფონები, ყურსასმენები, ლეპტოპი, ჩანთა, სახლის და მანქანის გასაღებები, პირადობის მოწმობები, საფულე და სხვა ნივთები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, ნივთების ჩამორთმევა კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ხდებოდა. მისი განმარტებით, სამართალდამცავებმა კანონს საწინააღმდეგო გზით მიისაკუთრეს ან დაკავებულთა დასჯის მიზნით გადაყარეს მოქალაქეთა პირადი ნივთები. ნივთების ჩამორთმევაში გარკვეულ შემთხვევაში მონაწილეობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და განყოფილებებსა თუ დროებით მოთავსების იზოლატორებში დაკავებულების გადაყვანისას შესაბამისი დოკუმენტაციები, როდესაც ფორმდებოდა, იქ არ იყო აღნიშნული ის ნივთები, რომელიც მათ უკანონოდ და თვითნებურად ჩამოართვეს თუ გადაუყარეს. ზოგიერთი დაზარალებულის განცხადებით, მათ პირადი ნივთები და ტელეფონები ჩამოართვეს სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით. ზოგ შემთხვევაში კი დაზარალებულებმა შეძლეს მათი ტელეფონის ლოკაციის დადგენა, ისეთ ადმინისტრაციულ შენობებთან, როგორიც არის მაგალითად პარლამენტი და ამის შესახებ დაზარალებულებმა მათ შორის აცნობეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოითხოვეს ამ ფაქტებთან დაკავშირებით რეაგირება, თუმცა ამ დრომდე არც ერთი ასეთი ფაქტი არ არის გამოძიებული და ნივთები ამ დრომდე არ უბრუნდებათ დაზარალებულ ადამიანებს.